ამ პროექტის მთავარი იდეა იყო, რომ შეგვექმნას საქართველოს უახლესი ისტორიის წიგნი, რომელიც შესასწავლად საინტერესო იქნებოდა ბავშვებისთვის და მოსაყოლად ადვილი დიდებისთვის. რაც გვიამბობს სახლი არის ილუსტრირებული წიგნი, რომელიც გვაბრუნებს ჩვენ წარსულში და გვახსენებს ყველა იმ ემოციას, სიხარულს, ბედნიერებას, სევდას, გამარჯვებას, რაც ჩვენმა ქვეყანამ ამ პერიოდში გადაიტანა. ამ წიგნის მთავარმა გმირმა, მიხეილ გედევანიშვილმა, ზუსტად ამ სახლში ჩამოიტანა პირველი რენტგენის აპარატი გამოგონებიდან ძალიან მალე. ამ სახლის კედლებში შეიქმნა პირველი ქართულენოვანი ბაღი და შედგა პირველი ქალთა კრება, რის შედეგად დღეს ქალებს გვაქვს უფლება, რომ მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. ამ სახლს ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი აქვს შემონახული მკითხველისთვის. რას გვიამბობს სახლი თბილისის ერთი განსაკუთრებული სახლის ისტორიას გვიამბობს. ეს არის წიგნი ადამიანებზე, მათ ყოველდღიურ ტკივილსა და სიხარულზე, ბედნიერებაზე და ზრუნვაზე, ყველაფერი იმაზე, რაც სახლს სახლად აქცევს. სახლი არის ქვეყნის მეტაფორა. ეს არის ამბავი ადამიანებზე, რომლებიც ამ სახლში, ანუ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ, მთელ თავის ცხოვრებას მას უძღვნიან და ცდილობენ ის გადაარჩინონ და მასთან ერთად გადარჩნენ თვითონაც. კვლევა 3 წლის განმავლობაში სხვადასხვა მეთოდით მიმდინარეობდა და ეს საკმაოდ ინტენსიური პროცესი იყო, რადგან ერთი სახლი ბევრ ამბავს და საქართველოსთვის მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს. ჩვენს კვლევარს თათია ღვინერიას მოუწია ბევრი წყაროს გაცნობა, მათ შორის რა თქმა უნდა გენდვანიშვილების ოჯახია. ბევრი კვლევა არსებობს მათზე, თუმცა ჩვენ ვეცადეთ, რომ ისეთი ფაქტები და დეტალები ამოგვეღო, რაც ჩვენს ავტორს დაეხმარებოდა სწორი აქცენტების გაკეთებაში. ამ ისტორიების და პერსონაჟების ვიზუალური გამოსახვა ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი პროცესი იყო. ჩვენმა ილუსტრატორმა სოფო კირთაძემ მოახერხა პერსონაჟების ხასიათის თავისი ილუსტრაციებით გადმოცემა. მან შეარჩია სწორი ფერების პალიტრა, რამაც გააცოცხლა წიგნში მომხდარი ამბები ჩვენთვის. პირველი ილუსტრაცია, რომელიც ამ სახლზე გაკეთდა, ძალიან ბევრი ვიზიტის მერე შედგა, თუმცა შემდეგ უკვე ამ ქუჩის და სახლის სახასიათო დეტალები გამოიკვეთა ყველა ნახატში. ამ წიგნის საშუალებით იხსნება თბილისის და საქართველოს ისტორიის ფართო კონტექსტი, ძალიან მნიშვნელოვანი ამბები, რომელიც ვითარდება ყოველდღიური ყოფითი პატარა ერთი შეხედვით შეუმჩნეველი ამბების მიღმა. ამ წიგნის წაკითხვის იმდენი წესი არსებობს, რამდენი ადამიანიც მივა მასთან, რამდენი მკითხველიც ეყოლება, ვიღაცისთვის შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს ილუსტრაციები ან ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც ეცნო მაგალითად თავისი ისტორიის თუ ლიტერატურის წიგნიდან, ვიღაცისთვის რომელიმე მოვლენა აღმოჩნდეს საინტერესო, ვიღაცა კი თავიდან ბოლომდე დაემგზავროს ამ წიგნის დიდ თავგადასავალს. ზოგადად სახლი უნიკალური რამ არის, მას თუ აშენებ ან ვითარებ. ჩვენ ადამიანები ბევრ რესურსს ვდებთ სახლში. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი მშობლები ცხოვრობენ, მერე ჩვენი შვილები იცხოვრებენ. ის მუდმივი სივრცეა, სადაც თაობები შეცვლიან ერთმანეთს. ყველაზე მშობლიური სივრცეა, რომელიც შენია და სადაც ყოველთვის გელია. ჩვენთვის ძალიან ღირებულია მეტროპოლთან თანამშრომლობა და მათი ნაბიჯი, რომ ამ პროექტისთვის მხარი დაეჭირათ. ძალიან სასიამოვნოა, როცა კომპანია ხვდება ასეთი პროექტების არსებობის მნიშვნელობას და ღირებულებას, რაც სახლს ქალაქისთვის და ქვეყნისთვის მოაქვს.